რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ უფრო ფართელ ჯგუფებს მიეცეთ სტიმული ამ პროტესტში მონაწილეობის მისაღებად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. პირველი გუშინდელმა დღემ ჩემთვის რამდენიმე მდგენელი შეიძინა, ესე ვთქვათ, და რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. პირველი არის ის, რომ ეს იყო პასუხი რეჟიმის პროპაგანდას, რომ თითქოს რაღაც პროტესტი გაჩერდებოდა და 20-იანური შემდეგ აღარ იცოცხლებდა და გაზაფხულდა და ნახეთ 10,000-ობით ადამიანი გამოსული ერთი იდეის გარშემო, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, დაშინებისა და მუქარის მეორე იყო ის, რომ ამ პროტესტმა გუშინ რეალურად ჩვენ აქტიურ მოქალაქეებს და არა მარტო ჩვენ, არამედ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია ყოველდღიურად ვეღარ ხედავენ საკუთარ თავს წინააღმდეგობის მოძრაობაში, აჩვენა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები აქ არიან, საქართველოს მოქალაქეები არიან ისევ ჯიუტად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ ნებისყოფა და მოთმინების უნარი, იციან, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და გარკვეულ წერტილამდე მივა. და მთავარი, ამ თქვენი კითხეთ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი გაფართოვდეს. ჩემი აზრით, პროტესტის გაფართოვებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო. პირველი ეს მე მგონია, რომ ემოციური ფონი მნიშვნელოვანია და მისთვის საჭიროა სიცხადე და სტრატეგიული ბუნდოვანების არ დატოვება მათ შორის რეჟიმისთვის და ამ სიცხადეში გულისხმობ იმას, რომ ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ თუ ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ ჩაერთონ წინააღმდეგობის მოძრაობაში, ანუ გაწიონ რისკები, იქნება ეს ფინანსური თუ თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა და შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ პატიმრობაში, ან სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ასე შემდეგ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ შენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ორგანიზაცია არ დავაგდები ამ რეჟიმთან, ამ ჟარგონს გამოვიყენებ და არ შეხვალ გარკვეულ პროცედურულ, დემოკრატიულ, ეს ვთქვათ, ბჭყალებში კიდევ ერთხელ რაღაც პროცესებში, რითიც ეცდები შემდეგ რაღაცების გამართლებას, რომ თითქოს დიდ პოლიტიკას ასე სჭირდება. ეს ზოგადად მე მგონია, რომ ქართული პოლიტიკის სენია და ადამიანები ამიტომ ხშირად დისტანცირდებიან პოლიტიკისგან. დღეს ეს საკითხი დღეს აღგვას ზოგიერთ პარტია ან ასხივებს იმას, რომ შეიძლება და მაგალითად ვისაუბრებ, მე ვიტყვი ერთს მარტო, რომ ჩვენი კოალიცია ამ შემთხვევაში კაფიო იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯ სისტემატიურად თანმიმდევრულად ვცდილობდით, რომ ჩვენ სიტყვას ფასი ჰქონოდა საზოგადოებაში და რასაც ვიტყოდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო გარკვეული შეხედულებებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის პარტიული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც მივიღებთ გავსი გადაწყვეტილებები და ადამიანებს უთხარით, რომ იგივე პარლამენტში არ შესვლა და ფინანსების არაღება, კომისიებში, ეგრეთ წოდებულ კომისიებში არ მონაწილეობა, თუ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კაფიო და მყარი პოზიცია, ამით ვცდილობდით ადამიანებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში, ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანაბარი ვართ და ყველამ უნდა გავწიოთ ერთნაირი რისკი და ანუ რატო ვსაუბრობ რისი თქმა მინდოდა, რომ ხშირად დარწმუნებული ვარ მოგისმენიათ განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ რაღაც საქართველოში თითქოს პოლიტიკა და ცხოვრება იმიჯნებოდა და პოლიტიკაში ჟარგონს გამოვიყენებ ბოდიშით კიდევ ერთხელ თითქოს ყველაფერი მოსულა და ამით რაღაც ამართლებდნენ რაღაც მიზნისკენ სვლას და დიდი მიზნისკენ მიდიოდნენ, რომ გამარჯვება უნდა მოეტანათ აუცილებლად, რომელიც აისახებოდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. მე მგონია, რომ რაც მორალურად არ იქნება სწორი, ის ვერ იქნება პოლიტიკურად და პრაგმატულად გამართლებული და პირიქით ვერ იქნება. ანუ გულისხმობთ, რომ მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე ხშირად ტაქტიკა იყო ისეთი, სადაც თითქოს კი, ამას გულისხმობ და მიზანი ამართლებდა საშუალებას და არ იმუშავა მორალურმა კომპრომისებმა. ესეთერშიც ბევრჯერ მისაუბრია, მანამ სამ პარტიის წევრი გავხდებოდი, ამაზეც ხშირად გვისაუბრია, ხო, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ბმა, რომელიც უკანასკნელ წლებში 2020 წლის არჩევნების შემდეგ იგივე, რომელიც რაღაცნაირად ეს ხილობა, რომელიც არსებობდა და რამაც შემდეგ ნდობის კრიზისი გამოიწვია პარტიებსა და საზოგადოებას შორის, როგორ უნდა აღდგენილიყო და ამის აღდგენის ერთად გზად მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია არის მორალური სიცხადე, კაფიოობა და კიდევ ერთხელ სტრატეგიული ბუნდოვანების არ დატოვება, იმიტომ რომ დღეს თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება აწყობს, ეს არის რეჟიმი და ეს არ არის მხოლოდ ამ რეჟიმის ტაქტიკა და სტრატეგია. ნებისმიერი მსგავსი ტიპის მმართველობა ჩვენ თუ გადავხედავთ განსაკუთრებით თანამედროვე ავტორიტარიზმებში ზუსტად ამისკენ მიისწრაფვის, რომ როგორმე მოახდინონ ვითარების ნორმალიზება და შემდეგ განაცხადი გააკეთონ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა. ამიტომ მე მგონია, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, მეორე ძალიან მოკლე დავასრულებ ამ კითხვაზე. მეორე მე მგონია, რომ პროტესტი იმისთვის რომ გაფართოვდეს, საჭიროა მეტმა ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი ამ მოძრაობაში, დაინახოს იმით, თუ რას მიიღებს ის ცვლილებებით, იმიტომ რომ ცვლილებები დაკავშირებულია მათ შორის შიშებთანაც, აი რაც ვახსენეთ, ხო? იქნება ეს რაღაც საფრთხეები, რომლებიც მოდის რეჟიმისგან და ამისთვის მნიშვნელოვანია ვესაუბროთ იმაზე, იმ შეთანხმებულ ფუნდამენტურ ალტერნატივაზე, რომელიც ქარტიის სახით ჩვენ გვქონდა, რომელიც ითვალისწინებს იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ამ ქვეყანას მოაქცევს გარკვეულ კალაპოტში. არის კი ეს საკმარისი ალტერნატივა და ასევე ხით შეთანხმება ხომ არ
გამოიწვია მათ შორის წარუმატებლობამაც. აი, გამოიყურება თუ არა ვითარება ისე რომ პირიქით კიდევ უფრო შესუსტებულია პარტიებს შორის კავშირი, კიდევ უფრო მეტი დისონანსია, ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ და უთხრათ მაყურებელს უწრფელად. აი, რადგან გაფართოებაზე საუბრობთ, გავაგრძელებ ზუსტად მაგ ნაწილიდან, როდესაც გაფართოებაზე საუბრობთ, მეტმა ადამიანმა უნდა დაინახოს მეთქი, ამით დავიწყე საუბარი საკუთარი თავი და მათ შორის ეგოისტურად საკუთარი პირადი ინტერესი, რას მიიღებს ის ცვლილების შემდეგ, ანუ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და მათ შორის როდესაც ჩვენ მეგობარ აქციას საუბრობთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებშიც ეს ომის შიში, ლეგიტიმური ომის შიში არსებობს, ისიც უნდა უთხრათ, რომ მეგობარი აქტი ამ ყველაფერთან ერთად როგორც ხარდაჭერა და ქართულ ხალხს და წინააღმდეგობა ქართულ ოცნებას როგორც ავტორიტარულ რეჟიმს არის მათ შორის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ წერია ცვლილების შემდეგ, ანუ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შემდეგ ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ქოლგა ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერით, ხო, ანუ გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და მათ შორის იქ საუბარი იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებაზე შეიარაღების დონეზეც კი. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა გავიტანოთ ბოლომდე ყველა მოქალაქემდე, რომ ექნებათ მათ რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ როგორც სახელმწიფო რომ მივიღოთ. მეორე, რაც ვსაუბრობთ, როგორ არის თუ არა ეს საკმარისი, ეს ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმება, ცვლილების შემდეგ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ცხადია, ეს არ მგონია მე საკმარისი და სიცხადესთან ერთად ეს მგონია მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი ამ ყველაფრის როგორ შეიძლება გავზარდოთ. მე მგონია რომ აქტიური მუშაობა უნდა ახლა არ მინდა რაღაც საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ პოლიტიკოსები როდესაც საუბრობენ რაღაც რეგიონებში უნდა გავიდეთ და ამით თითქოს ხშირად ჩდება. რეგიონებშიც უნდა გახვიდეთ. არა, იმი მივხვდი, რასაც ამბობ, აი ხშირად ჩდება განცდა, რომ თითქოს რაღაც პასუხისმგებლობას ირიდებენ და ქმნიან იმის განცდას, რომ ხშირად მომისმენია, რომ თითქოს ამას იმიტომ ამბობენ, რომ რაღაც საქმე გამოინახონ და რაღაც ამით დაიტვირთონ საკუთარი თავი და ველზე გამოჩნდნენ. ანუ იმიტომ ამბობენ, რომ შაბლონია. ხო, შეიძლება. ეს რეგიონებში გასვლაც წარმოუდგენიათ ადამიანებს, რომ ბაზარში ჩაივლის პოლიტიკოსები და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პარტიამ და კოალიციურად საუბარი და ქმედი კონკრეტული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩაბარდათ და ეტაპობრივად მიდის უკვე ამაზე მუშაობა კონკრეტული რეგიონები, რომელთაც ექნებათ ბმა, ეს ვთქვათ, ცუდად ჟღერს, მაგრამ აი ცენტრსა და რეგიონებს შორის იმისთვის, რომ ჩავიდეს ის საპროტესტო გზავნილები. სხვა შორის ბევრი აღმოჩნდა სიგნალი, ესენი არჩევნებში ხო არაპირებენ მონაწილეობის მიღებას. მაგას რომ ვიტყვი და თვითმართველობა იგულისხმება არჩევნებში. რაღაცა რეგიონების გაძლიერების ეკუთვნის ვიცოდი მაგას რომ მეტყოდი, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა მათ შორის სახელმწიფო პროპაგანდამ ეს პირველ რიგში აწარმოა. ეს ემბლეში გაკეთა იმისთვის, რომ საპროტესტო გზავნილები, ის ემოციები, რომლებიც არსებობს და ის პროტესტი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში ას თუ ისე არსებობს და მიმოფანტულია, იქამდე ჩავიდეს და იქიდან გქონდეს ჩვენ უკავშირი და საჭირო დროისთვის იყოს შესაბამისი მომზადება მათ შორის იმ პარტიული ინფრასტრუქტურით, რომელიც საჭიროა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც ახლა თქვი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ მაშინ ამაზე ღია და მკაფიოდ მორიგჯერზე მოგვიწია დაფიქსირება, რომ ეს ასე არ არის. ეს არანაირი მომზადება არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც თუ ჩატარდება მარტო დამოუკიდებლად საპარლამენტო ახალია საპარლამენტო არჩევნების გარეშე და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების გარეშე ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ და ჩვენი ეს პოზიცია მყარი, მკაფიო და ნათელია და სწორედ ამას გულისხმობდი მათ შორის სიცხადეში პოზიციურად და მორალურად, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შენ მე უნდა გამოვყვე ბრძოლაში, სადაც უნდა გარისკო მათ შორის შესაძლოა გარისკო პირადი თავისუფლებითა და შენი ოჯახის კეთილდღეობით და უსაფრთხოებით, ხო ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყველანი ვიყოთ თანაბრად წარმოდგენილები ამ ბრძოლაში, როდესაც გვინდა ვიყო წინაპლანზე ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რისკიც გასაწევი გვაქვს იგივენაირი და პოლიტიკოსი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია ის უნდა დაინგრეს, როდესაც საუბრობდით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი მგონია, რომ შეიძლება რაღაც კულუარებში ისე მოგვარდეს, რომ ეს საზოგადოება მარიცოდეს, ანუ კონკრეტულ გეგმაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რომელიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი იქნება, როგორ მივდივართ იმ რაღაც შემოbrunების წერტილამდე, რასაც საბოლოო ჯამში ერქმევა რეჟიმის საბოლოო ჯამშიც გადაბარება. და რა არის ის კითხვა, რაც თქვენ ეს საჯარო დისკუსიაში უნდა იყოს ახლა, რასაც ჭირდება რომ პასუხი გაეცეს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ჩემი აზრი არის, თქვენ აი ირაკლიმ რაც მკითხა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან ჩართულები, როგორც კი დევი იმედმა რა არის ამაში დასამალი ქარდები გაავრცელა, სადაც თითქოს ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამ ადამიანებსაც კი, რომლებიც ყოველდღე აკვირდებიან
უწოდებიან მოვლენებს, რომთანაც გვაქვს ჩვენ აქტიური კომუნიკაცია, იყო ბრაზნარევი კითხვა, ჩვენ ვაპირებთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ბუნდოვანება და მეტიც გუშინაც და გუშინწინაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ მიდის თითქოს მზადება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ შემთხვევაში რამდენიმეზე იყო საუბარი, აპირებენ გასვლას ამ არჩევნებზე ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გარეშე. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ პირველი ქართულ სისტემას თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად ეს არ არის არც სანქციები და ეს არის ლეგიტიმაციის არ მიღება, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ხდება სხვა ყველაფერი, მათ შორის სანქციები, შიგნით აქციები და ასე შემდეგ. ეს წინააღმდეგობა ქართულ სისტემას თუ ყველაზე მეტად რამე სჭირდება, დღეს არის არა უბრალოდ ლეგიტიმაციის მინიჭება როგორც ხელისუფლებას, არამედ მწვანე შუქის ანთება და გამართლება იმ კრიმინალური ნაბიჯების, რომელიც მათ 2 თვის განმავლობაში ჩაიდინეს ქვეყნის თავარ გამზირზე და ეს იქნება მწვანე შუქის ანთება, ანუ რისკი იქნება სამომავლოდ, რომ თუ ეს ყველაფერი რეჟიმს შერჩა ისე რომ ამაში პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი ფასი არ გადაიხადა, ჩვენ მაშინ უნდა მოვემზადოთ ახალი პოლიტიკური პატიმრებისთვის, ახალი დარბევისთვის და ახალი 500 ადამიანისთვის, რომელსაც აწამებენ სპეციალურად მოწყობილ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში, სადაც რაღაც მოაწყვეს საწამებლები ბელორუსულ სტილში. ხო, ანუ აქ არ არის საუბარი, ძალიან მოკლედ და დავამთავრებ. მხოლოდ არჩევნებზე და ლეგიტიმაციის მინიჭებაზე, როგორც ხელისუფლებაზე. აქ საუბარია ჩვენ მწვანე შუქს აუნთებთ თუ არა და გავამართლებთ თუ არა ყველა იმ კრიმინალურ დანაშაულებრივ ნაბიჯს, რომელიც მათ შორის, რა ვიცი, ქალების მიმართ იყო გამოხატული როგორც გაუპატიურების მუქარა პირდაპირ. ხო, მსგავსიც მოვისმენთ, როდესაც იმ ტრანსპორტში აიყვანეს ადამიანი, ამას ვაძლევთ თუ არა მწვანე შუქს. ანუ ყველაფრისთვის იქნება ეს ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის მომავალი პატიმრებისთვის და მათ შორის მომავალი წამებისთვის. მე მგონია, რომ პირველი პოლიტიკური პარტიის უპირველესი მიზანი და ამოცანა არის ქვეყანაში მოიტანოს ცვლილებები და იქნება ეს კოალიციურად თუ დამოუკიდებლად ქვეყანაში შეცვალოს ხელისუფლება, ზოგადად ეს არის პოლიტიკური პარტიის მიზანი, ერთი და მეორე და რაღაც აბსტრაქტული საუბრები და მეორე პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს და ზოგადად პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საკუთარ ხელში ინიციატივა. ინიციატივის აღება ნიშნავს იმას, რომ მე ვადგენ თამაშის წესებს, ამ შემთხვევაში აქედან მხარეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რაც ჩვენი პირველადი მიზანი უნდა იყოს იმისთვის, რომ აი მთავარ მიზნამდე და მოთხოვნის შესრულებამდე მივიდეთ და ინიციატივის აღება ამ შემთხვევაში ნიშნავს და ჩვენ ყველა ვიცით, ხო ხა გულწრფელები ვიყოთ, შემდეგი რამდენიმე თვე მინიმუმ ზაფხულამდე თავარი თემა და კითხვა აი მედიაშიც იქნება ის, რას ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. კიდევ ერთხელ, არავის არაფერსკენ არ მოუწოდებ, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, უბრალოდ ინიციატივის აღება ნიშნავს იმას, რომ მე ვაკეთებ განაცხადს, ვაპირებ შესაბამის კამპანიას იმისთვის, რომ მოქალაქეები დავარწმუნო, რამხელა ძალა აქვს მათ უარს, თუ გინაც სარეფერენდუმო კამპანია დავარქვათ და რომ უარი რეალურად არის ყველაზე დიდი ძალის მქონე, როდესაც ადამიანები რაღაცას მასობრივად გამოვლენ, დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს არის თავარი ბერკეტი ახლა და ამ ვითარებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ პოლიტიკური პარტიის როლი ეს არის პირველ ნაწილში უპასუხე რა არის პოლიტიკური პარტიის როლი და ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან და დავასრულებ, იმიტომ რომ ძალიან გამომივიდა ჩაჭრა. 2014 წლამდე რუსეთში, როდესაც კასპაროვი და ნემცოვი დადიოდნენ და ყველას თხოვდნენ, რომ პუტინი უნდა დაესანქცირებინათ, მათი პარტნიორები ოპოზიციიდან შემდეგ მიდიოდნენ და საერთაშორისო პარტნიორებს ეუბნებოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა და პროცედურული დემოკრატიით, რაღაც არჩევნებში მონაწილეობით, მუხლობრივ მსჯელობებში შესვლით, ამ ყველაფერს ბოდიში ჟარგონისთვის აპრავებდნენ და როდესაც შემდეგ მიიღეს ის ვითარება, რომ ოპოზიციონერებს კლავენ ქუჩაში, ამ ყველაფერზე დღეს მწუხარებით უწევთ საუბარი ისევ იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ. ანუ ძალიან მარტივად, ვითარების ნორმალიზება თუ იმეს ქვეყანაში აწყობს, არის ზოგადად რეჟიმი. ამ აქციის ორგანიზატორი არც ერთი პოლიტიკური პარტია არაა და დაწყება დასრულება არც ერთზე ჩვენგანზე არის. ჩვენ თქო მეც ვიწყებთ, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვსვი ამ აქციების მონაწილე. კი, მეც მივდივარ მაგამდე. მეორე პოლიტიკური პროცესი ეგეთი ერთგვაროვანი არ არის. რაღაცა ჩაინიშნა. ხო, მივალიქ. რაღაცა ჩაინიშნა, რაღაცა გამოაცხადეს. პირველი ამ შემთხვევაში ეს ვითარება იცვლება. ვითარება როდესაც იცვლება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ტიპის დათმობა არის რეჟიმის მხრიდან და თუ გადავხედავთ ზოგადად ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში, როგორ იცვლებიან მსგავსი ტიპის რეჟიმები, საბოლოო ჯამში ადამიანებს უწევთ რაღაც მაგიდასთან დასწომა და გადაბარების პროცესის წარმართვა. იქ რა პოლიტიკური მდგენელები წავა. ვის რა ტიპის დათმობებზე მოუწევს წასვლა, რის სანაცვლოდ რომელი სანქციის მოხსნის თუ ასე შემდეგ, თეორიული კითხვა იყო, თეორიული პასუხი. ეს ყველაფერი განხილვის საგანია. იქ რა ტიპის დათმობები მოუწევს რეჟიმს იქ ვითარების შეცვლისთვის და საბოლოო ჯამში როდესაც პროტესტებს საუბრობთ, მე ჩემთვის უფლებას არ მივცემ ამ პროტესტის სახელით დღეს აქ ვიждდე და ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მარტივად პროტესტებს როდესაც საუბრობ, თავარი მოთხოვნა რა არის? ადამიანები გამოდიან და ამბობენ, წადი
და ცვლილება, ხო? წადი და ცვლილება თავის თავში გულისხმობს იმას, მათ შორის გადადექიც გაიცმა ტრადიციული მოთხოვნა ამ ქვეყნის ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს გააზრებული აქვთ ერთი საბოლოო ჯამში იქნება არჩევნები, ოღონდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არც ერთ გადამწყვეტ ინსტიტუციაში, არც ერთ გადამწყვეტ ორგანოში CESCO იქნება სუსი თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ აქვს ახლა ჩამოხლას არსებითი მნიშვნელობა, არსად ქართულ ოცნებას არ უნდა ქონდეს გავლენა. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩემი კითხვა უკაცრავად ცხოვის სახელით თუ რა ვისაუბრო, მდგომარეობდა შემდეგში. რამდენელი შეიძლება შემოვიდეს ისეთი ამ პროცესში, რომ არ დაკმაყოფილდეს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, ანუ ეს ადამიანები დარჩნენ ისე უკანონო ტყვეობაში, არ ჩაინიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მაინც ჩვენ რაღაც ვისაუბროთ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლაზე. კიდევ ერთხელ არავის არაფისკენ არ მოუწოდებ, ყველას აქვს საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება და შემდეგ ამაზე იღებს პასუხისმგებლობა.